კულტურის მინისტრის სამუშაო ვიზიტი კახეთში ნიკოლოზ რურუამ ბატონის სასახლე და მის ტერიტორიაზე არსებული შენობა ნაგებობები დაათვალიერა, რომლის რეაბილიტაციაც თელავის ისტორიული ნაწილის განვითარების ფარგლებში იგეგმება. მინისტრი ნიკო სულხანიშვილის სახელობის სამუსიკო სასწავლებელსაც ესტუმრა და მათ მუსიკალური ინსტრუმენტები გადასცა. კულტურული და ინფრასტრუქტურული პროექტები თელავში. ნახეთ ჩვენი სიუჟეტი. ერეკლემების სასახლეში სარეაბილიტაციო სამუშაოები უკვე დაიწყო. ის ოთახი, სადაც პატარა კახი დაიბადა და დარბაზი, სადაც სტუმრობის მიღებას აწყობდა, ძველი ინვენტარისა და მულეჟებისაგან თავისუფალია. აქაურობა კახეთის ისტორიის ამსახველ ყველაზე თანამედროვე სამუზეუმო სივრცედ უნდა იქცეს. აღდგენითი სამუშაოები კულტურის მინისტრმა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარემ პირადად დაათვალიერეს. პროექტირებამ ფაქტობრივად ყველა ძირითადი ფაზა გაიარა, ასეთი დეტალური და სრულყოფილი ამოცანები გადაჭრილი ფაქტობრივად ამ ტერიტორიისთვის არასდროს არ ყოფილა, ეს არის დიდი სიახლე. ამიტომ თანამედროვე ჩარევა, ძველი შენარჩუნება, განვითარების გეგმა ერთმანეთზე ზედებულია და ეს ერთიანი კონცეფციაა. მზად არის პროექტი, რომ დაიწყოს ფიზიკური სამუშაოები. ფიზიკური სამუშაოების იმედი მაქვს ძალიან მალე დაიწყება. ერეკლემების სასახლის ტერიტორიაზე თანამედროვე საგამოფენო სივრცეც უნდა მოეწყოს. ძველი სასახლის გალავანში გალერეა აშენდება, რომელიც ისტორიულ ეთნოგრაფიულ მასალებთან ერთად თანამედროვე ხელოვნების ნიმუშებსაც მოუღრის თავს. მთლიანი კომპლექსი იქნება სამუზეუმო, რომელიც არ დაუდებს თვალს არც ერთ მუზეუმს, არც საქართველოში და არც მთლიან რეგიონში. ეს არის ძალიან ორიგინალური კონცეფცია თვითონ, სადაც ყველაფერი ძველი რჩება ხელუხლებელი და პლუს მასთან ერთად იქნება ძალიან საინტერესო ახალი საგამოფენო სივრცე, სადაც შეიძლება ითქვას ჩვენი კოლექციების ერთ-ერთი საუკეთესო ნაწილი, რომელიც ეხება ერეკლე მეორეს და ზოგადად კახეთს და კახეთის ისტორიას წამოვა და დაიდებს სამუდამოდ ბინას აქ. თელავში როგორც გამორჩეული მუსიკალური ტრადიციების მქონე ქალაქში უკვე დიდი ხანია მოზარდები წარმატებით ეუფლებიან სხვადასხვა ინსტრუმენტებზე დაკვრას. ნიკო სულხანიშვილის სახელობის სამუსიკო სასწავლებელში თბილისელ სტუმრებს სასწავლებლის მოსწავლეებმა საგანგებო კონცერტი გაუმართეს. სასწავლებელმა კი კულტურის მინისტრისაგან სხვადასხვა ინსტრუმენტები, ფორტეპიანო, ფლეიტა და ვიოლინო მიიღო. თელავს და კახეთს აქვს მუსიკალური და კულტურული ტრადიციები და ვფიქრობ, რომ ასეთი შეხვედრები და ასეთი ყურადღება უფრო მეტად წარდგება ამ საქმეს. საჩუქრები კახეთის რეგიონში მოქმედმა ფოლკლორულმა ანსამბლებმაც მიიღეს. მათ ქართული ხალხური საკრავები გადაეცათ. ეს ის ანსამბლებია, რომლებმაც კულტურის სამინისტროში სერტიფიცირება გაიარეს. სერტიფიცირებულ ანსამბლებსა და პედაგოგებს სერტიფიკატებთან ერთად საგანგებო სიგელებიც გადასცეს. სამუშაო ვიზიტის ბოლოს თელავის სახელმწიფო დრამატული თეატრის სცენაზე თელაველებისა და მისი სტუმრობისათვის კლასიკური ნაწარმოებები თბილისის კამერულმა ორკესტრმა საქართველოს სიმფონიეტამ შეასრულა. გზა ინტეგრაციისკენ